ადელის სტადიონზე ფეხბურთში სკოლბურთის ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს თბილისის მე-12 და ზუგდიდის მე-6 სკოლის გუნდები შეხვდნენ. ზუგდიდელმა ბავშვებმა თანატოლების 3-1 დაამარცხეს. სკოლბურთის ფინალურ ეტაპზე დედაქალაქისა და სხვადასხვა რეგიონის 16 სკოლის გუნდი გავიდა. მათგან საუკეთესოების გამოვლენას ერთი კვირა დასჭირდა. სულ გათამაშებაში 1400-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სკოლებს შორის პირველობისთვის 12-დან 13 წლამდე მოზარდები ასპარეზობდნენ. შეჯიბრი აპრილში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენთვის, ბიჭებმა ყველაფერი დადო მოედანზე იმისთვის, რომ გაგვემარჯვა. ესეთი ღონისძიება პირველია და ჩვენ ველთ ამ ღონისძიებისგან გავარჯვებს. დაახლოებით 160-მდე ბავშვი მონაწილეობს აქ, 16 გუნდი არის, თითო გუნდიდან არის 10 წარმომადგენელი და დიდი მნიშვნელობა იმას ვანიჭებთ, რომ როცა ჩვენთან ტარდება ესეთი ღონისძიებები, ადგილობრივ ამ სპორტის სახეობას, რაც ფეხბურთი ქვია და ბავშვების ჩართულობას, მის განვითარებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე სკოლბურთში მონაწილეობა აქვს მიღებული, დღეს სხვადასხვა ასაკის ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, მათ შორის ერთ-ერთია არჩილ მასხი, რომელიც პირველი სკოლბურთის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.